ზაფხულის პერიოდი მნიშვნელოვანი არის ზისხმებიდან გამომდინარე, ჩვენი კანი და მზე ყველაზე აქტუალური საკითხი არის და რამდენიმე საკითხი გავიხსენოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში. პირველი, მოგეხსენებათ, რომ წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხალები და მზე ერთმანეთის მეგობრები სამწუხაროდ ვერ არიან. ზისხმი იწვევს წარმონაქმნის სტრუქტურულ ცვლილებებს, ისიც ყველას გვეშინია და შესაბამისად პირველი რეკომენდაცია მზის გადამცავლის რეგულარული გამოყენება თითოეულ ხალზე 20 წუთით ადრე მზეზე გასვლამდე და 2 საათში ერთხელ განმეორებით წასმა იმ შემთხვევაში, თუ მზეზე ხანგრძლივად ვიმყოფებით. მეორე, ხშირად მზის პერიოდს აკნეს ყველაზე გავრცელებული კანის დაავადების შესანიღბად იყენებენ. როცა ვირუჯებით, კანი ამ დროს შრება, ხელოვნურად გამონაყარის გვემშვიდობა ბუნებრივი ერსახესაც სულთა კანის სახით ვღებულობ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს ძალიან დროებითია. დამზეულის გადასვლის შემდგომ გამონაყარი უფრო ინტენსიური და მრავლობითი ხდება და მეტი დრო და ჩართულობა გვჭირდება მდგომარეობის გამოსასწორებლად. შესაბამისად, აკნეს დროსაც მზის გადამცავლის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გართულება თავიდან ავიცილოთ. მესამე, მოგეხსენებათ მზის სასარგებლო თვისებებიც, მაგალითად, ფსორიაზის დროს ყველა ვიცით, რომ დოზირებული გარუჯვა მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს, რემისიას დროებით გაქრობას ვღებულობთ, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსორიაზის იმ კონდიციამდე მიყვანას, რომ მზე ჩვენთვის ამ შემთხვევაში დამხმარე ფაქტორი იყოს, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა გართულებებიდან გამომდინარე უფრო მეტ სირთულეს გვაძლევს ზისხმი, ვიდრე გაუმჯობესებას. ასევე დამწრობა, რომელიც ასოცირდება იმ ფაქტთან, რომ მთელი ზღვაზე ყოფნის პერიოდი, სრული ეს პერიოდი შეიძლება ესე რომ ვთქვათ ჩავშხამდეს, რადგან თუ დამწრობა მივიღეთ, ძალიან დიდი დისკომფორტი გვაქვს. შესაბამისად, გახსოვდეთ, რომ რეკომენდებულია გარუჯვა მხოლოდ დილის 10 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდგომ, რადგანაც ზაფხულის პერიოდში ხშირია მსგავსი დამწრობები, ყველას მოგეხსენებათ, რაც ასოცირდება ამ პერიოდის ჩაშხამებასთან, ესე რომ ვთქვათ, და თავიდან ვავირდოთ ეს ხარვეზე, უჯობესია რომ გავირუჯოთ დილის 10 საათამდე, საღამოს 6 საათის შემდგომ გამოვიყენოთ მზისგან დამცავი და მივიღოთ მზისგან შეიძლება მეტი სიამოვნება. გაითვალისწინეთ, თუ ეს რეკომენდაციები თქვენთვის გაუთვალისწინებული არ იქნება, ან იქნება და მაინც მივიღებთ გართულებას, ყოველთვის ადვართ, რომ დაგეხმაროთ.